ჩაწერაც ჩართულია. ეგ არის. ხმა ისმის და ეკრანი ჩანს, ხო? ყველაფერი კარგია. დამიდასტურეთ და დავწყოთ. კი ბატონო, შენი. მოკლედ, ესე იგი, დღეს უკვე გადავდივართ ახალ თემაზე. ეს არის დომი. და სანამ გავიგებთ, საერთოდ რა არის დომი. არ ვიცი, მგონი JavaScript-იც არის ახსნილი, ხო? დავასწრებ მაინც. როგორც მახსოვს, ადრე იყო. და დომი იყო ახლად სახსნილი JavaScript-ში თუ არა? კი, როგორც მახსოვს, ან არა, შეიძლება არა. აუწათ არ მახსოვს. ხო, ნუ ნიშნულობა რა ჩვენ მაინც ისე ნოლიდან ავხსნით, მაგრამ ხო რა მაინც. ოკეი. მაშინ სანამ დომზე გადავალთ უშუალოდ, ესე იგი ჩვენ ჯერ რას მინდა რომ ხაზი გავუსვათ. ესე იგი, აქამდე რაც ვისწავლეთ, ეს იყო HTML და CSS, ხო, დამეთანხმებით და ნუ გავიგეთ მეტნაკლებად რა შეიძლება რომ გამოვიყენოთ ეს ორი, რომ ძალიან მარტივად რო თქვათ ეხლა რომ HTML არის იმისათვის რომ რაღაც საიტის ჩონჩხი ავაწყოთ და CSS არის იმისათვის რომ ეს ჩონჩხი უკვე გავსტილოთ, ფერები ვიცეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ თავის მხრივ ვისწავლეთ JavaScript-იც რა თქმა უნდა, თუმცა ვისწავლეთ JavaScript-ი როგორც უშუალოდ პროგრამირების ენა ამ კუთხით, ხო, რომ ზოგადად წარმოდგენა გქონოდა როგორ იწერება კოდი JavaScript-ში. ანუ კონკრეტული მიმართულება არ ვისწავლია და ზოგადად როდესაც ნებისმიერ ენას ვსწავლობთ, თავიდან მის ფუნდამენტებს გავდივართ და მერე უკვე გავდივართ კონკრეტულ მიმართულებას ამ ენის, ხო, მაგალითად აი C++ თუ ისწავლით, ოდესმე მერე უკვე უნდა ერჩიოთ კონკრეტული მიმართულება, ეს შეიძლება იყოს რაღაც თამაშების აწყობა, ან თუ მაგალითად ვისწავლით Java-ს, როგორც პროგრამირების ენას, მისი მიმართულება უნდა აურჩიოთ, მაგალითად Android development-ი და JavaScript-ის, რა თქმა უნდა, ეგეთია და ძალიან ბევრი მიმართულება აქვს JavaScript-ს და ერთ-ერთი მიმართულება, რაც უნდა ვისწავლოთ ახლა ჩვენ არის როგორ უნდა გამოვიყენოთ JavaScript-ი უკვე უშუალოდ front-end-ის აპლიკაციებში და როგორ უნდა ავაწყოთ დინამიური front-end აპლიკაციები ამ ენის გამოყენებით. მოგეხსენებათ, რომ სხვა ენა ამაში არ გამოიყენება, იმიტომ რომ web-ი სხვა ენას ვერც აღიქვამს, მარტო აღიქვამს JavaScript-ს და JavaScript-ი ან ჩვენ პირველივე ლექციაში ვთქვით, ეგ ამბავი და ახლაც გავიმეოროთ, რომ JavaScript-ი არის იმისათვის, რომ ჩვენ front-end აპლიკაციებს მივანიჭოთ ფუნქციონალი, რაც გულისხმობს რას, რომ მაგალითად თუ რამე ღილაკს დავაკლიკებთ, რაღაც მოხდეს, ხო, რაღაც უკვე ინტერაქტიული იყოს ჩვენი საიტი, იმიტომ რომ აქამდე რაც ავაწყეთ, ეს იყო მხოლოდ უკვე დიზაინის, სხვა არაფერი რა. იქ არაფერი არ ხდებოდა, ხო, ანუ იუზერი ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ხო და აი ეს ინტერაქცია რომ შევძინოთ, ამისათვის გვჭირდება JavaScript-ი და ის მიმართულება უნდა მივცეთ უკვე ჩვენ ცოდნას, რომ რაც ვიცით JavaScript-ში მოვარგოთ უკვე ამ ყველაფერს და ამით შევძლოთ ინტერაქციული საიტების აწყობა. მაგრამ ეხლა რა ხდება, საერთოდ დომი რაც ნიშნავს აქ, ხო, რა შუაში არის. როდესაც ეს თავდაპირველად დააპირეს, რომ ეს ყოფილიყო და თქვათ, უნდათ რომ ფუნქციონალი შეეძინათ უკვე საიტებისთვის, ხო? რის წინაშე დადგნენ რომ რა უნდა გაეკეთებინათ. ანუ ერთ შეხედვითაც ძალიან მარტივი მისახვედრია რომ ეს რომ გავაკეთოთ, ამისათვის არის აუცილებელი რომ რაღაცნაირად HTML, CSS და JavaScript-ში ეს ურთიერთობა დამყარდეს, ხო? ან რას გულისხმობ ხა ამაში. მაგალითად, ესეთი ფუნქციონალი რო ავიღოთ, აი ძალიან ესეთ მარტივი რომ მაგალითად მე თუ ვაკლიკებ რაღაცა ღილაკს, მინდა რომ რაღაცა მოხდეს. მე ხო აუცილებელია რომ ეს კი უნდა გავაკეთო JavaScript-ით, მაგრამ ხომ აუცილებელია რომ ეს ღილაკი რაღაცნაირად დავთრეკო, ან რაღაცნაირად JavaScript-ს მივაწოდო, რომ JavaScript-მა ამ ღილაკზე რაღაც ფუნქცია მერე უკვე გაწეროს, ხო? ხო და ამიტომ აი რაღაცა მექანიზმი იყო მოსაფიქრებელი იმისათვის, რომ ეს HTML-ის ელემენტები და ასევე რა თქმა უნდა CSS-იც JavaScript-თან დაკავშირებულიყო. ხო, ერთი შეხედვით არის ცოტა ესეთი რთული არა, მაგრამ რთულად წარმოსადგენი თავიდან, იმიტომ რომ თუ შევხედავ HTML-ს, საერთოდ სხვა რამე ხდება HTML-ში, ანუ HTML-ის კოდი საერთოდ განსხვავებული არის
ნუ JavaScript-ი უკვე ვიცით და იქაც საერთოდ სხვა რაღაც ხდება. და ამიტომ ამაზე იფიქრეს, ნუ არ ვიცი ახლა ბევრი იფიქრეს, ცოტა იფიქრეს, მაგრამ გადაწყვეტეს რაღაც მექანიზმი მოიფიქრებინათ იმისათვის, რომ აი ეს HTML-ის ელემენტები რამინაირად წარმოედგინათ JavaScript-ში. რომ ანუ JavaScript-ში რამინაირად ვთქვათ, მივსტარიყავით იგივე ღილაკს, რომ იმის დაჭერაზე რაღაც მომხდარიყო, ხო? ეხლა მე ძალიან ზოგადად გიყვებით, მაგრამ ყველაფერს რა თქმა უნდა პრაქტიკაში ვნახავთ. და სწორედ ამისათვის შეიქმნა DOM-ი და სანამ ამ ფოტოზე გადავალთ, ისე პირველ სლაიდზე რომ დავბრუნდეთ. DOM-ი არის რა თქმა უნდა აბრევიატურა და რო ვთქვა თავიდან ბოლომდე, ეს არის Document Object Model. ეხლა მოდი ეს სიტყვა გავშიფროთ, საერთოდ რას ნიშნავს. პირველი არის დოკუმენტი. რა არის დოკუმენტი ამ სამ სიტყვაში? დოკუმენტი არის HTML-ი, ანუ მთლიანი HTML-ის ეს თეგების ერთობლიობა, წარმოიდგინეთ თუ არის დოკუმენტი. და დოკუმენტის ობიექტის მოდელი უკვე ნახეთ რას ნიშნავს. რომ დაფიქრდე როგორ უნდა წარმოედგინოთ ეს HTML-ი, ხო თვითონ ეს ხო არის მარტო ერთი ღილაკი, ანუ რაც წერია HTML-ში ნებისმიერი ელემენტი. როგორ უნდა წარმოედგინოთ JavaScript-ში, შექმნეს ეს, ანუ ეს დოკუმენტი ამ მთლიანი HTML-ი წაიღეს და ჩაწერეს ობიექტის სახით და გამოიტანეს უკვე JavaScript-ში. ანუ რა ხდება ახლა აქ ნახეთ? ესე იგი, ეს ობიექტი არის ერთი HTML-ი ჩათვალეთ. უბრალოდ ამათ უნდა გააკეთეს, რომ ესე იგი, ამ HTML-ის თეგებს პირდაპირ თქმა უნდა JavaScript-ი ვერ აღიქვამდა, ამიტომ ადგნენ გარდაქმნეს ობიექტად და სწორედ ამ ობიექტს ქვია document object-ი. და ამ ობიექტის ანუ თვითონ მთლიან მოდელს ქვია document object model-ი. და ამ ობიექტში ჩვენ გვაქვს მთლიანი HTML-ზე წვდომა, რაც გვიწერია HTML-ში, ეს ერთი და პლუს ამას დამატებული ძალიან ბევრი მეთოდი, რითაც შეგვიძლია სხვადასხვა მანიპულაციები მოვახდინოთ ამ HTML-ზე. ეხლა აქეთ რომ გადმოვიდეთ. ეს არის ესეთი რაღაცა. ანუ მე გესაუბრეთ ობიექტზე, მაგრამ DOM-ს წარმოიდგენენ როგორც ესეთ ხეს, ესე რომ ვთქვათ, სადაც არის ჩამოშლილი ეს ელემენტები. ესე იგი, დოკუმენტში არის გაერთიანებული, როგორც გითხარით, მთლიანი HTML-ი და ეს HTML-ი უკვე იყოფა ორ მთავარ ნაწილად, ეს არის ესე იგი, head-ი და body. და რა თქმა უნდა ეს კიდევ იშლება, ვთქვათ, აქ გვაქვს ერთი div-ი, აქ გვაქვს h1, p და ასე შემდეგ და ესე არის ჩაშლილი ამ ელემენტებად. ამას ქვია DOM-ის ხე და მე ამას ჩვენ უკვე მომავალში უფრო შევეხებით და უფრო ნახავთ რა არის. მაგრამ ეს არის ვთქვათ DOM-ის ერთ-ერთი წარმოდგენა, როგორც შეგვიძლია რომ ჩვენ DOM-ი წარმოვიდგინოთ. მაგრამ მე მაინც მინდა რომ იმ პირველ განმარტებაზე ფოკუსირდეთ, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარეობს მე უკვე ბევრი რაღაც. ანუ რო კითხავთ ვიღაც მაგალითად რომ DOM-ი რა არისო, ყველაზე მარტივი ამის განმარტება არის რომ DOM-ი არის HTML-ის რეპრეზენტაცია JavaScript-ში ობიექტის სახით. ოკეი? ეს არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა თქვენ რაღაცები გავგვებარი იქნება, იმიტომ რომ მაინც თეორია არის ძალიან ზოგადი არის ჯერ და მოდი უკვე ცოტა პრაქტიკაზე გადავიდეთ და გავჩვენებთ რაღაცა კოდს, რასაც განვიხილავთ ახლა ერთად. მოდი ჯერ ჩვენთვის ნაცნობ ხარისხს მივაქციოთ უკვე ყურადღება, ეს არის HTML, ხო? HTML-ში აწერია, ნუ არაფერი განსაკუთრებული, იგივე, რაც თქვა ჩვენ აქამდე დაგვიწერია და გავაკეთებია, რაღაცა body-ში გვაქვს h1, გვაქვს div-ი, ამ div-ში გვაქვს რაღაც p-თეგი და გვაქვს ბათონი. ოკეი? აი, ახლა უკვე შემოდის ახალი რაღაცა, ეს არის script თეგი და script თეგი არის ის თეგი, სადაც შეგვიძლია რომ წეროთ უკვე JavaScript-ი და მოვახდინოთ ამ ელემენტებზე манипуляცია, ხო? ოკეი. იმისათვის რომ ელემენტებს მოვახდინოთ манипуляცია, აუცილებელი არის უპირველესად, რომ ეს ელემენტები წამოვიღოთ JavaScript-ში, ხო? აი, სწორედაც რომ ეს გავაკეთოთ, აი DOM-ი ამაში გვეხმარება, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს არის გზა, რითაც შეგვიძლია რომ ეს HTML-ის ელემენტები უკვე მართოთ
JavaScript-იდან, ხო? მე რომ გელაპარაკებოდით ობიექტზე, ალბათ უკვე მივხვდით, რომ mag ობიექტს ქვია დოკუმენტი, ხო? იმიტომ რომ document object მოდელი, ხო, ეს ხო ეძახიან. mag ობიექტს ქვია დოკუმენტი და ყველაფერი იწყება mag დოკუმენტიდან. აი ნებისმიერი რაღაცა იწყება mag დოკუმენტიდან. იცოდეთ რა, ანუ თავარი ობიექტი არის, მანდ არის ჩაშენებული და შენახული, ასე ვთქვათ, ყველა HTML-ის ელემენტი, რასაც აქ შევქმნი, კიდევ ერთი რაღაც მინდა რომ წარმოიდგინოთ, ანუ ერთ მხარეს გვაქვს HTML, მეორე მხარეს გვაქვს DOM-ი, ხო? HTML არის თუნდაც თვითონ წერთ, ამ HTML-ში რომ შემდეგ უკვე საიტმა აღიქვას და DOM-ი არის ზუსტად იგივე რაც HTML-ში მაქვს, უბრალოდ გაატანილი DOM-ში, რომ აღიქვას JavaScript-მა და ამას პლუს დამატებული ძალიან ბევრი მეთოდი. ეხლა აქ რა ხდება ნახეთ. ეს არის ჩვენთვის ნაცნობი ჩანაწერი, იმიტომ რომ ქმნით ცვლადს, მაგრამ რაც ხდება უდრისის მერე, ეს არის უკვე ახალი. ნახეთ ეხლა რა ხდება. როგორც გითხარით, ყველაფრის საწყისი არის დოკუმენტი, ხო? და აქედან შეგვიძლია რომ ყველაფერი გავაკეთოთ. მათ შორის შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რომ წამოვიღოთ ელემენტი. ჩვენი HTML-დან. ამ ელემენტის წამოღება შეგვიძლია ნებისმიერი კრიტერიუმით. და ჩანაწერი ძალიან მარტივია იდეაში ხოლმე რა. აქ წერია get element by id. ანუ მინდა რომ ელემენტი წამოვიღო ID-ით, ხო? აქ ყველა ელემენტს თავის ID აქვს და მე ვეუბნები რომ ესე იგი მინდა რომ ელემენტი წამოვიღო ID-ით და ეს ID არის heading-ი. ანუ წავა და წამოიღებს ამ ელემენტს. ახლა მე ძალიან მარტივად გეუბნებით, მე ამას მიგანახებთ, როგორ გამოვიყურება და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ზოგადად წარმოვიდგინოთ, ახლა რა ხდება. იგივე პრინციპით წამოიღო პარაგრაფი და წამოიღო ბათონი. იგივე პრინციპით, ყველაფერი წამოიღო ID-ით, ხო? ანუ ეს მეთოდი არის ჩაშენებული დოკუმენტში, როგორც გითხარი დოკუმენტს აქ დოკუმენტში ინახება ყველაფერი ეს HTML-ის თეგები და პლუს ეს ისინი რა ქვია მეთოდები და ნუ პირდაპირ თქო HTML ტექსტს ვერ წამოვიღებ, ამიტომ მომაკ ამ მეთოდით. ეს HTML-ის თეგები და ნუ ძალიან არა მარტო ID-ით, არამედ სხვადასხვა რაღაცეებით შეგვიძლია რომ ამოვიღოთ ეს ელემენტები და ამას ჩვენ ვნახავთ. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის ID რა. ოკეი, ეს ერთი ნაწილი. შემდეგ რა ხდება? ნუ აქ კიდე ერთი მაგალითი არის მოცემული. ნუ ეს არის წამოღება, ხო უკვე გავიგეთ და მაგალითად მინდა რომ ელემენტს ფერი შეუცვალო. რაღაც ელემენტს, ხო? DOM-იდან. ხო წამოვიღე უკვე ეს ელემენტი. ეს არის heading-ი, ანუ ეს თეგი. წამოვიღე და ავდექი და ეგეთი რამე შემიძლია რომ დაუწერო. როდესაც მომაკ ელემენტი DOM-იდან ეს ელემენტიც არის ობიექტი რეალურად რა და ჩაშენებული აქვს სხვადასხვა მეთოდი. ერთ-ერთი არის style, რითაც შემიძლია რომ სტილები შევცვალო. წერტილის თავს რო დაუწერ, მერე უკვე წერტილის მერე შემიძლია დაუწერო ნებისმიერი CSS-ის property, ამ შემთხვევაში არის color-ი და ფერი შევცვალო. აქედან უკვე. ხო? ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როგორ შემიძლია გავაკეთო, რომ რაღაც DOM-იდან კონკრეტული HTML-ის ელემენტის რაღაცა შევცვალო. ამ შემთხვევაში ფერი. ოკეი. ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი არის ქვემოთ. ეს არის რომ ანუ როგორც ის თქ მაქვს მე ღილაკი და მე თუ მინდა რომ მაგალითად ღილაკს დავაკლიკო და ტექსტი შეიცვალოს აქ, ხო? ეგ როგორ გავაკეთო? ეს უკვე არის რეალურად რაღაცა ფუნქციონალი. ეხლა ნახეთ რა ხდება. იმის გარდა ანუ ერთი ხო თქვით რომ HTML-დან DOM-ი წამოღებული ელემენტებს აქვს სტაილი და შეგვიძლია რომ სტაილი შეუცვალოთ. ასევე აქ ერთ-ერთი ესე ძალიან საინტერესო და კარგი მეთოდი add event listener-ი. ეს რა არის? ეს არის რაღაცა ისეთი ფუნქცია, listener ფუნქცია, რომელიც აკეთებს იმას, რომ ბათონზე განხორციელებულ გარკვეულ მოქმედებას მოусმენს. და როცა ეს მოქმედება მოხდება, რაღაცას გააკეთებს. მაგრამ ბათონზე შეგვიძლია რომ განვახორციელოთ სხვადასხვა ტიპის მოქმედებები რა. მაგალითად რა? მაგალითად მე რომ ბათონზე უბრალოდ მაუსი მივიტანო, ეს მოქმედება არის უკვე გარკვეული. თუ დავაკლიკე ამ ღილაკს, ხო? ეს უკვე სხვა ტიპის მოქმედებაა.
ამიტომ add event listener-ი არის higher order ფუნქცია, რომელსაც გადაეწოდება ორი არგუმენტი. ერთი არის რა ტიპის მოქმედებას ვახორციელებ მე ამ ბატონზე. ყველაზე გავრცელებული არის კლიკი. ამიტომ წყალებში კლიკს ჩაუწერთ ესე და შემდეგ უკვე გადავცემთ arrow ფუნქციას, ანონიმურ ან უსახელო ფუნქციას და ამ ფუნქციაში ჩავწერთ, რომ აი იმ კლიკზე რა მინდა რომ მოხდეს. და ნახეთ რა ხდება, პარაგრაფი ხომ წამოვიღე აქ. პარაგრაფი არის აი ეს თეგი მთლიანად, ეს p თეგი. და ასევე ყველა text აქ text content-ი ესეთი მეთოდი, რითაც შემიძლია რომ მივწვდე იმ თეგის text, რაც იმ text-ში წერია და შემიძლია ავდგე და საერთოდ ზეგ შევცვალო სხვა ტექსტით. აი ესე და რეალურად ხო და კიდევ ფერიც ეცვლება უკვე ზემოდან ამ p text. ანუ რა მოხდა, რომ ღილაკის დაკლიკებაზე მე შევძელი ის რომ პარაგრაფს შევუცვალე text content-ი და ფერი. ოკეი, ეს არის ზოგადი მონახაზი ახლა ჩვენ გადავალთ VS Code-ში და მან უკვე ამ ყველაფერს იქ განახებთ თან, მაგრამ ახლა რაც ვლაპარაკე, ამაზე რაიმე კითხვა თუ გაქვთ, კითხეთ. ნებისმიერი. რამე თუ გაუგებარი, რაღაცები გაუგებარი იქნებოდა ალბათ, იმიტომ რომ ჯერ თეორიაში ძალიან ისე თქვი მონახაზი გავაკეთე, მაგრამ მაინც თუ რამე ისეთია რაც ვერ გაიგეთ და ანუ ახლა ვიგინათ რომ უფრო მეტი გაიგოთ მაგაზე, კითხეთ და ვიტყვი. ოკეი. ანუ ნაკლებად გასაგები იყო. კარგით, ეხლა მოდი ესეთ რამე გავაკეთოთ ჩვენ, რომ გადავიდეთ მასში, ქვია, მოდი შევქმნათ ჯერ 4 ესე დავუკვეთ და მოდი VS Code-ში გავხსნით ეს პროექტი და დავიწყოთ რაღაცეების გაკეთება. index.html-ი შევქმნათ და რამე გავაკეთოთ ახლა ჩვენ. ოკეი. სკრიპტი ესეთი თეგი და შემიძლია რომ აქვე ვწერო ჩვენი JavaScript-ი. პირველი ახლა რაც მე მინდა რომ თქვენ განახოთ არის ესეთი რაღაცა. როგორც გითხარით, ყველაფერი იწყება დოკუმენტი, აი რო წერ დოკუმენტს დაჟე მკარნახობს, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი არის ანუ ამის გარეშე მოკლედ ვერაფერსაც ვერ ვიზავთ, იმიტომ რომ ყველანაირი საჭირო მეთოდი მთლიანი ეს HTML-ი რაც მე ზემოთ მეწერება, ინახება აქ. საინტერესოა ახლა როგორი არის, ანუ როგორ გამოიყურება. მოდი დავლოგოთ console.log-ით დოკუმენტი და როცა თქვენ ამას შვებოდით აქამდე როცა წერით ხოლმე დავალებებს ხო? არ ვიცი ზოგი შეიძლება HTML-ში წერდით და ისე აკეთებით, მაგრამ როცა JavaScript-ის ფაილში წერდით, პირდაპირ აქედანვე ტერმინალში გამოგქონდა შედეგი, მაგრამ ეს შედეგი უკვე გამოვა სხვაგან. ეს შედეგი გამოვა უშუალოდ საიტზე, ოღონდ ნახეთ სად. უნდა გადავიდეთ inspect-ში და უნდა ვნახოთ კონსოლი. რასაც თქვენ დალოგავთ, ყველანაირი ლოგი გამოვა აქ ამ საიტის inspect-ის კონსოლში. და აქვე იწერება რომელ ხაზზე არის დალოგილი ეს არის index.html-ის მე-12 ხაზზე, ანუ აი აქ. და დაილოგა ეს დოკუმენტი და ნახეთ, რომ მიმაქ მაუსი ნიშნავს მთლიან საიტს, ხო? იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს მთლიანი არის დოკუმენტი რეალურად, აი მთლიანი HTML-ი, რაც არის, ეს არის დოკუმენტი. და როგორც ვე ამ ლოგზე მაუსი მიმაქ მთლიან საიტს მინიშნავს. მაგრამ ეხლა რომ ჩამოვშალო ეს, ნახეთ, როგორც გითხარით ზუსტად ის არის. აქ არის მოქცეული ჩემი მთლიანი HTML. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას კიდევ ჩაშენებული აქვს ზემოდან ძალიან ბევრი საჭირო მეთოდი. Padis რო ჩამოშალო, ყველაფერი ადგილზე არის და კონსოლოგიც აქ ჩანს. აქ ხა მე ბადიში მეტი არაფერი არ მიწერია, ამიტომ სხვა არაფერს არ ანახებს. თუმცა ხო, ეს არის დოკუმენტის ამბავი. მას გავუყოფ
ფლიც გავაკეთებ. ორი წამით ეს არ მინდა, კომანდით და პლუსით და მივახლოვოთ. ოკეი. კი ბატონო, მაგრამ ეხლა ვერც ვერაფერს ვერ ვიზავ აქ, იმიტომ რომ ну იდეაში მე 10 ელემენტი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, რახან ელემენტი არ მაქვს HTML-ში, საჭიროა რომ შევქმნა, მაგალითად hello world-ი და ეს შემიძლია რომ წამოვიღო ეხლა უკვე DOM-ის საშუალებით, რომ JavaScript-ში მქონდეს ეს h1. როგორც გითხარით, ამის წამოღების სხვადასხვა ვარიანტები არსებობს. ну ჩვენ წეღარას ვნახეთ, მაგალითად ეს იყო ID-ით, რომ იყო წამოღებული. მაგალითად, ну კი ბატონო, heading-ი მიცეთ და ეგეთი რამე გავაკეთოთ. document წერტილი და ნახეთ ძალიან ბევრი მეთოდი აქვს, აი ძალიან ბევრი მეთოდი აქვს. ну ყველა არც დაგჭირდებათ, ეხლა მეც არ დამჭირებია, თუმცა ну რას დაგჭირდება, მაგას მეტნაკლებად განვიხილავთ უკვე მერე სემინარებზეც. მაგრამ ერთ-ერთი მეთოდი არის get element და აი ნახეთ get element-ი by class name, by name, by tag name და სხვა რაღაცეები არის. ну მოდი ჯერ ვნახოთ ID რა. ID არის heading-ი და ეს ახლა მოდი slash-ში შევინახოთ. ესე და heading-ი დავარქვათ პრინციპში. ოკეი. ეკა, ერთ შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება. ბატონო, კი, გისმენი. H1-ში პირობითად მან რო კლასებს წერთ ხოლმე, ეს ID პირობითად CSS რო ვაკეთებთ, ID-თ უნდა გამოვიზახოთ იქით? არა. ანუ იდეაში ID სასურველი არ არის ხოლმე რომ CSS-ში გამოვიყენოთ ეგეთ მომენტში. მე აქ იმიტომ ვიყენებ, რომ ეს DOM-ი არის და DOM-ში გარკვეულწილად ეს რაღაცები ჯობია რომ ID წამოვიღოთ და მაგას ნახავთ რატო. რახან DOM-ია, მაგიტო ვაკეთებ ID-ით რა. თორე CSS-ში კლასით გასწილავ H-ს. ამ შემთხვევაში ID-ით არა. თუ ეკითხე. არა, ნახე, ეხა ეგრო პირობითად ID-ს მაგივად კლასით დაგეწერა. მან დოკუმენტში get element by class მიცემდი? კი ბატონო. მაგრამ სხვანაირად წამოიღებდა ცოტა. მაგიტო ვაკეთებ ID-ით. და მაგას განვიხილებ. ხო, ჩემი შეკითხვა ეხა ესეთია, რომ პირობითად არ იყენებ ამ სკრიპტს, ვთქვათ, ჯერჯერობით რა. HS რო შექმნი და მე კლას მიანიჭებ ჩვეულებრივად headers რო ააწო, ვთქვათ, CSS-ში ხო გააკეთებ ყველაფერს და მე სკრიპტი რო დაგჭირდება, ანუ ამ დროს სკრიპტში რა ხდება? უნდა შევუცვალოთ HS კლასი და ID გავუხადოთ? არა, რავი, თუ კიდე ორივე მიეცი. ანუ მაგას თუ მეკითხები, არანაირი პრობლემა არ არის. მაგალითად, ქონდეს კლასი, მე ისე ვიზავდი რა, რაღაც იგივე შეგიძლია ეს heading-ი იყოს, არაფერი პრობლემა არ არის, რა ვთქვათ. ამით შენ გასტილო ეს CSS-იდან და ID წამოიღო უკვე DOM-ში. სკრიპტის. აჰა, კაი. ну რო გასტილო ID-თაც ეგეც არანაირი ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ მაინც კლასი ჯობია ხოლმე. ოკეი, ახლა ვნახოთ რა ხდება console.log-ი და heading-ი დავუყოთ. აი როგორც ხედავთ, ერთ-ერთი წამოიღო ეს h1 ელემენტი, როცა მიმაქვს უკვე მაუსი, ასელექტებს ამ h1 ელემენტზე. აქვე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ამას კიდევ ზემოდან დართული აქვს ბევრი მეთოდი, რითაც მე შემიძლია რომ h1 მართო ნებისმიერი კუთხით. შევცვალო რა. და ეხლა ნახოთ, მოდი ეგ როგორ ხდება. პირველი რა შემიძლია რომ გავაკეთო. პირველი მე შემიძლია ავდგე და შევცვალო აქვე თავაზობს, რომ შევცვალო ფერი, ხო? ანუ წერტილის style, მოდი ესე ვიზავთ. წერტილის style და ამის მერე მოდი თავიდან დავწეროთ. ანუ წერტილს რო დავწერე, აქ ბევრი მეთოდი აქვს, ძალიან. როგორც უკვე გითხარით, მაგრამ ერთ-ერთი არის style-ი, რითაც შემიძლია რომ ამ ელემენტის სტილებს ჩავწვდე და კონკრეტული სტილი თუ მინდა რომ დავწერო, წერტილი და აქ წერ უკვე ამ სტილს. მაგრამ ეხა ერთი განსხვავება არის CSS-ის სტილებიდან. მაგალითად CSS-ში ვიყენებთ ხოლმე სიტყვებს შორის ყოველთვის ტირებს თუ დაუკვირდებოდით რა, მაგალითად background ტირე color-ი. აქ ეგრე არ არის რა. აქ ეს ტირი ამოღებულია და მეორე სიტყვა დაწყებული არის uppercase-ით. ეს განსხვავება, ანუ camel case მიდგომა რაც არის, ეგ იდეაში ვისწავლეთ
JavaScript-ში. აქ არის გამოყენებული სტილებში ეგ camel case მიდგომა რა. აქამდე თუ ესე იგი ესეთი სტილები სადაც ორი სიტყვა იყო ხო, აი background-ი და color-ი ტირეთი მეოდა, ეხლა ეგ ტირი ამოღებულია და უბრალოდ color-ი იწყება დიდი ასოთი. ეს მინდა რომ შენიშნოთ, სხვა არაფერი. ოკეი, წერტილი color-ი უდრის red's. ეხლა რომ მე ეს დავასეივო, ნახეთ, ეგრევე გახდა ეს წითელი. იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ჩაიტვირთა ეს ჩემი საიტი, სკრიპტიც ეგრევე ჩაიტვირთა და ეგრევე გაწითლდა ამ კოდიდან გამომდინარე. ეს ჩემი ეს რა ქვია, სტილი. ხო, ანუ იმიტომ რომ საიტი, ანუ თვითონ ამ საიტის ელემენტების ჩატვირთვასთან ერთად ეს სკრიპტიც იტვირთება და რაც აქ წერია ეგრევე სრულდება რა. და აქედან გამომდინარე ეგრევე შესრულდა ეს ხაზიც და წითელი ფერი მიეცა ეგრევე ამ ჩვენ ტექსტს. ეს ერთი. შემიძლია აუდგე და ეგრევე შევცვალო, ნუ უკვე სტილებს ალბათ მიხვდით, მაგრამ კიდევ შემიძლია შევცვალო მაგალითად ტექსტ კონტენტი და შიგნით ჩავწერო სხვა რაღაც, მაგალითად algo uni ჩავწეროთ. რომ დავასეივო, კი თავიდან hello world-ი ეწერა, მაგრამ როგორცვე ჩაიტვირთა ეს, მაშინვე როგორც უკვე თქვი, მიყვა ესეც ეს სკრიპტი და ეგრევე ჩაიწერა algo uni, ისე რომ ვერც შევამჩნიეთ, რომ იქ თავიდან hello world-ი ეწერა საერთოდ. აი რო ვარეფრეშებ, ეგრევე algo uni წერია. ოკეი. ამაზე რამე კითხვა თუ გაქვთ? კი ბატონო, ანუ გასაგებია. ოკეი. კიდევ რა შეგვიძლია? სხვათა შორის შეგვიძლია რომ ატრიბუტების დავუმატოთ ელემენტებს აქედან პირდაპირ. მაგალითად, როგორ ვაკეთებთ ამას? heading წერტილი add მოიცადეთ class list-ი, ხო, ესე იყო. class list-ი წერტილი add და რავი ტექსტ მაგალითად ეს ხო რას შემოგთავაზა, ეს დავამატოთ, დავასეივოთ. ეხლა ნახეთ, ეხლა რა მოხდება აქ? რო გადავიდეთ ელემენტებში ისევ body და აი კლასი გაუჩნდა. text-center, ხო, თავიდან არ ქონა, მაგრამ როგორც ეს კოდი ჩაიტვირთა, ეგრევე ეს კლასი მიანიჭა. ანუ ამით იმშვენება მინდა რომ თქვენ შეგიძლიათ რომ ყველაფერი მართოთ საერთოდ დომიდან. აი, ანუ შეგიძლიათ დომიდან вообще საიტი ააწყოთ რა, აქ არაფერი არ ეწეროს და დომიდან ააწყოთ ეს საიტი. აი ხა ანუ ისა რა ქვია, სისულელი არის ალბათ, მაგრამ ეგიც კი შეგიძლიათ რომ გააკეთოთ. ხო, ან დომიდან ყველაფერს მართავთ საერთოდ. ოკეი. ეს ისი ჩვენებაც მინდოდა. ახლა კიდევ რა ხდება, ხო? როგორც გითხარით, ელემენტები შეგიძლიათ რომ წამოიღოთ არა მარტო ID-ით, არამედ სხვა კრიტერიუმებით. მაგალითად, მოდი ხა ამას ID წავუშალოთ, კლასად გადავაკეთოთ, მოდით, ეს ჯობია. ორი წამი იმ კოდს მე დავტოვებ, ეს კოდი რაც იყო. კლასად გადავაკეთებ ამას, დავასეივებ და ნუ არაფერი აღარ მოგქმედებს, იმიტომ რომ ეს heading-ი, აი ნახეთ, ეხლა კიდე რაღაც ესეთი დებაგინგიც რო გავაკეთოთ, ანუ თქვა და რა ვიცი რა ხდება, ეხლა აქ რა და რატოა შეცდომა. რაღაც კოდი მიწერია, მაგრამ вообще არ მუშაობს. ამ შემთხვევაში რა ვქნათ ხოლმე, ნახეთ, რომ ესე იგი საწყისი წერტილიდან დაიწყეთ პრობლემის ზიება. ანუ რაღაცა heading-ი вообще თუ არსებობს, რომ შევამოწმოთ. ხო, რაღაც არასწორად ხომ არ წერია. ამიტომ მოდი heading-ს დავლოგავ და ამ შემთხვევაში კონსოლში რო გადავიდე, heading-ი იქნება ნალი. იმიტომ რომ ესე იგი თუ ნალია, მე უკვე იმას ვივარაუდებ, რომ არასწორად ხო არ მომაქ ელემენტი და მე უკვე მივხვდები, რომ აქ წერია კლასი მე მომაქ ID-ით. ოკეი, ამიტომ ახლა ავდგები და get element by class names გავუწერ ესე. დავასეივებ და ხო ისაუბრება რაღაც ისევ არ მუშაობს აქ. მაგრამ ეხლა რომ მე შევხედო მე-13 ხაზზე აქ რა ლოგი წერია, ცოტა უცნაური რაღაცა ხდება. ეს უკვე წერა რომ ეს ეგრევე განახეთ, ხო? ანუ მაუსით რომ მივიტანე და ეს რომ მოინიშნა. ანუ ეგრე საქმე აღარ არის. ელემენტი კი არ წამომიღო თვითონ უშუალოდ რაღაც HTML collection-ი წამომიღო. რა ამ HTML collection-ში მაქვს ეს ელემენტი რეალურად რა. ეხლა ნახეთ რა არის. HTML collection-ი არის მასივი ჩათვალეთ. ნუ ზანგავს მასივს. თალდა მასივიც არ არის.
იმიტომ რომ მასივის რაღაც ბევრი თვისება არ აქვს. მაგალითად map-i ფილტერი და ეგეთი რაღაცები არ აქვს რა. მაგრამ არსებითად შეგვიძლია ვთქვათ რომ მასივია. და ამ მასივში მაქვს ეს ელემენტი, ხო? და ესე უკვე ვეღარ მიწდები მე რა. მაგალითად heading წერტილის ესე არ ამიტომ heading-ი მასივია უკვე. ჯერ უნდა ამოვიღო ეს ელემენტი ამ მასივიდან და მე გავუწერო სტაილი. ნუ მენორე ელემენტია ხო ამ მასივში, ამიტომ დავწერ ინდექსად 0. ეხა უკვე ფერი მიეცა. ნუ სხვა რაღაცეები აღარ მოხდა, იმიტომ რომ აქაც უნდა დავწერო ინდექსად 0, ინდექსად 0. ახლა რატო მოხდა ეგრე ნახეთ. რატო წამოიღო მასივად და რატო ჩაგდო მასივში. იმიტომ რომ class name-ი როგორც ჩვენ ვიცით არსებითად თავისი არსებიდან გამომდინარე შეიძლება განმეორდეს და ამა ხო არ იცის რომ მე აქ ესეთი ერთადერთი მაქვს ამ class name-ით. შეიძლება ბევრი მქონდეს ელემენტი ამ class name-ით და ამიტომ ეს ადგება და მასივ შექმნის ამ ელემენტების. ნუ თუ ერთ ელემენტია, მაშინ ხო ერთ ელემენტიანი მასივი გამოდის. მაგრამ რა ხამ class name-ი შეიძლება რამდენიმე ელემენტს ქონდეს ერთი და იგივე, მაგიტო მაგა class name-ის ბუნებიდან გამომდინარე, როცა ელემენტი მომაქვს class name-ით, ეს ითვალისწინებს იმას, რომ შეიძლება რამდენიმე იყოს ესეთი ელემენტი და ამიტომ ყრის მასივში. და როცა იცის რომ ID არის უეჭველი, უნიკალური, ის უკვე მასივით აღარ მოაქვს. მაგრამ თუ მაინც რაღაცა შემეშალა და ორ ელემენტს მივანიჭე ერთი და იგივე ID და აქ რო დავწერო მე get element by ID, ის წამოიღებს იმ ID-s მქონე პირველ ელემენტს, რომელიც პირველი შეხვდება. ხო? მაგრამ ეგ ანუ არ გააკეთოთ და არ დაგჭირდებათ მაგისი ცოდნაც, მაგრამ ნუ მაინც რო იცოდეთ, თუ ორ ელემენტს მქონე ერთ და იგივე ID, ან მეც აქ რო დავწერთ get element by ID-s, წამოიღებს პირველ შემხედრ მაგ ID-s მქონე ელემენტს. და class name-ით მოაქვს უკვე მთლიანი მასივი. ხო, ნუ მაინც მასივი რა, ნუ HTML collection-ი, რომელიც მასივს ძალიან გავს. ესე ვთქვათ. ოკეი, ამას რამე კითხვა ხო არ გაქვთ? კი ბატონო. ოკეი, კიდევ რა მინდოდა ეხა მანდ რომ მეთქვა. რომ ნახოთ ეს heading-ი მაინც რა ტიპია რა, ანუ როგორი ტიპია. წერილს რო დაუწერე, ნახეთ, აქ item-ი, ამას მე ვნახავთ რა არის და აი მე უფრო მასივის თემაში მინდა მიაქციო ყურადღება, რომ ანუ მასივის არაფერი თვისება არ აქვს თითქმის რა. ნუ ლექსი აქვს, მაგრამ ოკეი, კაი. სხვა არაფერი. და შეიძლება რაღაც მომენტში უკვე მომავალში ჩვენ ნახავთ, რომ არ გვაწყობდეს ეგრე, იმიტომ რომ მასივს ბევრი კაი თვისება აქვს და შეიძლება რაღაცაში დავგვჭირდეს, რომ მასივად გადავაკეთოთ, სუფთად მასივად. ეგ რო გავაკეთოთ, ნახეთ, შემიძლია ვქნა აი მას მოვაქცევ ფრჩხილებში და დავუწერ array წერტილი fronts. ეხლა უკვე headings რო წერტილი დავუწერო, ყველა მასივის თვისება წამოიღო ეგრევე. ნუ ესე ჯობია რა თქმა უნდა. ესე ჯობია, იმიტომ რომ ბევრი კაი თვისება აქვს მასივს და შეიძლება მე რამეში დავგვჭირდეს. ოკეი, კი ბატონო. ნუ ეხა ის აღარ გვინდა, მოდი. ახლა შემდეგი. get element, ნუ ეხა მოდი ამაზე აღარ ჩავმოვდები. tag name-ი იყოს, ხვები ეხლა არ გვინდა. tag name-ით იგივეა ზუსტად. უბრალოდ მოაქვს, ანუ იგივეა იმ ხრივ, რომ ამასაც მასივი მოაქვს რა. იმიტომ რომ ხო შეიძლება რომ tag-ით გამეორდეს რეალურად. მაგრამ აქ იწერება უკვე არა heading-ი, არამედ დაიწერება მარტივად h1 tag-ის სახელი. ეგ არის და ეგ. რო დავასეივო, იგივენაირად მუშაობს ზუსტად ერთ-ერთი ეს HTML collection-ია. კიდევ არის ერთი ესეთი რაღაც, მე ამას ვიყენებ უფრო ხშირად, ეს არის query selector-ი. და რატოა კარგი query selector-ი? Query selector-ით შემიძლია რომ ნებისმიერი რაღაცი წამოვიღო ელემენტი. class name-ი თუ მინდა რომ წამოვიღო, უნდა დავწერო ბრჭყალებში წერტილი და heading-ი. თუ მინდა რომ წამოვიღო ID-ით, უნდა დავწერო hashtag-ი და heading-ი. და თუ მინდა რომ წამოვიღო tag name-ით, უბრალოდ დავწერ h1-ს. ეს ხა ალბათ გაგონებთ სელექტორებს CSS-ში. და კი, ანუ ზუსტად ეგ არის რა.
როგორც ვასელექტებდით CSS-ში ელემენტებს, ისე ვასელექტებთ query selector-შიც. ერთ-ერთში. და ეს კაი, იმიტომ რომ უნივერსალურია და შემიძლია რომ ნებისმიერ რაღაც გავაკეთო. მაგრამ თუ მომა query selector-ით უკვე ამ შემთხვევაში წამოიღებს არა HTML collections, არამედ თვითონ მაგ ელემენტს. ხო? მაგრამ პირველივე შემხვეც ოღონდ. კიდევ ერთხელ აქაც ეგ პრინციპი მუშაობს. მე რო აქ სხვა h1 მქონდეს, აი hello world 2 მაგალითად, ხო? ნახეთ hello world-ი მოაქვს აქ მაინც. სხვა არა. ხა აქ ერორია ქვემოთ, იმიტომ რომ აქ რო ინდექსად ნოლები მიწერია, ეს ხო მასივი არ არის და მაგით. თუმცა არსებობს მეორე ვარიანტი, ეს არის query selector only. ამით მოაქვს უკვე ყველა h1 თეგის მქონე ელემენტი. ოღონდ ხო ამას მოაქვს უკვე node list-ით ეს. Node list-იც უფრო მიახლოებულია კიდევ მასივთან. რო დავუწერო აქ heading წერტილი, აი ცოტა უფრო მეტი მეთოდი აქვს რა, აი for each-ი აქვს მაგალითად keys და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც არ არის მასივი და ესეც ჩემი რჩევაა რომ ეგრევე მასივად გადაიყვანოთ ხოლმე თავიდანვე, იმიტომ რომ გამოგადგებოთ. Okay? ხო. node list-იდან აქ მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ სიტყვა node, ანუ node-ების ლისტი. ანუ თვითონ ესენი არიან node-ები რა. და არა მხოლოდ query selector-ის შემთხვევაში, არამედ ზოგადად არის ეგრე. როცა ელემენტი მოგაქვთ DOM-იდან იმ ელემენტს ეძახიან nodes რეალურად რა. ეგეც გაითვალისწინეთ. ხო, მაგალითად ამ ელემენტის node იქნება რა. ამ ელემენტის node იქნება აი მაგალითად query selector-ი რო წამოვიღო, ხო? ეს, ხო? აი ამ ელემენტის node არის ეს. ანუ რეალურად ეს ელემენტი არის უბრალოდ DOM-იდან წამოღებული. და просто node ქვია რა. და ეგრე ეძახიან. Okay, ეს ელემენტების წამოღებას რაც შეეხება. ეხლა კითხვები თუ გაქვთ რაიმე გამოუშვით. კითხვა არ მაქვს, მაგრამ ბევრი დარჩა. კი რაღაცები კიდე მინდა რომ გავიხილოთ. აი, მაშინ სადამდე ჩერდო გამოვყავი, შესვენება მითავდება და 9-ის გავა და მე ლექციას კი. დავაგზავნე. Okay, კი ბატონო. Okay, ეს განვიხილეთ წამოღება როგორ ხდება, მარტივი ამბავი არის. ეხლა კიდე რა მინდა? მოდი ამას ცოტა ხანი წავშლი. და მინდა რომ უკვე რაღაც ფუნქციონალი გავწეროთ ჩვენი პირველი. ამას ცოტა ჩავწევაკეთ. და მინდა ეგეთი რამე გავაკეთო, რომ მქონდეს ღილაკი აქ change color-ი და ეგეთი რამე მოხდეს, რომ როცა ამ ღილაკს დავაწევი, ამან ფერი შეიცვალოს. Okay, ჯერ რა გვინდა? პირველ რიგში ყოველთვის რაღაც ფუნქციონალს წერთ, აი ამ ფუნქციონალში რა ელემენტებიც იღებენ მონაწილეობას, ეგ ელემენტები უნდა წამოვიღოთ ჩვენ DOM-იდან. თორე ის აზრი არ აქვს. ამიტომ მოდი ეგ ვქნათ. რო წამოვიღოთ, რაღაცით უნდა დავასელექტოთ. როგორ ვქნათ ახლა ნახეთ. მოდი ID გავუწეროთ ამას. და ესეთი რამე ვქნათ. const heading-ი და მიკარნახა, okay, ეს უკვე მეწერა პრინციპში. ეხლა წამოვიღოთ ღილაკი. ღილაკის წამოღება შეიძლება სხვადასხვანაირად. რახამ ერთია, შემიძლია რომ query selector-ი წამოვიღო რა. აი ესე ნახეთ. const ბატონი უდრის documents ertili query selector, აი მიკარნახა და ბატონი. Okay? ანუ თეგის სახელით. ეს კარგია, ანუ პირველი ნაწილი ყოველთვის იყოს ეს, რომ წამოვიღოთ ამ ფუნქციონალში მონაწილე ელემენტები, რომ მე უკვე რაღაცები გავუკეთოთ ამ ელემენტებს. ეხლა რა მინდა? ღილაკის დაკლიკებაზე მინდა რომ მოხდეს რაღაც. რა მინდა მოხდეს, ეგ მე ვიმშილოთ. აი ეხლა როგორ მიხვდა ერთი ეჭი. აი წავშლი ამას რა, კი არა და ცოტა ხანი დავადისეიბლებ. copilot disable restart. Okay. ანუ ღილაკის
დაკლიკებაზე მინდა რომ რაღაც მოხდეს. ანუ რა გვინდა რომ გავაკეთოთ? ამ ღილაკს უნდა დავუყენოთ რაღაცა მომსმენი ფუნქცია, რომელიც მოусმენს ამ ღილაკზე განხორციელებულ მოქმედებას და მე რაღაც გააკეთებს. ბათონი, ხო? ამით ვამატებთ წერტილი add event listener-ი. ამაზე ჩვენ ვთქვით, პირველ არგუმენტად გადაეწოდება რა ტიპის მოქმედებას მინდა რომ მოусმინო egg. ამ შემთხვევაში მინდა რომ მოусმინო დაკლიკებას, ამიტომ ბრწყალებში, აი ნახეთ, ბრწყალები რა დავწერი, აქ მიკანა ხა ბევრნაირი ანუ event-ის ტიპი არსებობს რა, ანუ მოქმედების ტიპი. შეიძლება სხვა რაღაცის მინდოთ, ძალიან ბევრია, ნახეთ, ძალიან ბევრი, მაგრამ მე მინდა დაკლიკებას რომ მოусმინო კონკრეტულად. და მეორე არის ფუნქცია, სადაც წერ იმას თუ რა მინდა მოხდეს დაკლიკებაზე. დაკლიკებაზე რა მინდა რომ მოხდეს? heading-მა მინდა რომ ფერი შეიცვალოს. ამიტომ მომდგები და დავწერ heading წერტილი style წერტილი color-ი იყოს ესეთი წითელი ვთქვათ. ახლა ნახეთ, რა ვდგები და რომ დავაკლიკებ, არაფერი არ მოხდა. ოკეი, ხო ნახოთ რატო ესეც კარგია, იმიტომ რომ თან debugging-ს გავაკეთებთ. აქ ნუ კონსოლში არაფერი ერორი არ არის. მოდით დავარეფრეშ. რო დავარესტარტე წეგან ის რა ქვია, extension-ის გამო მაგიტო. ანუ ეხლა წესით ერორი არ უნდა იყოს. აბა ეხლა დავაკლიკოთ, კი ბატონო, მუშაობს. ფერი შეიცვალა. შვენიერი. ჩვენი პირველი ფუნქციონალი გავწერეთ. ანუ ძალიან მარტივი რაღაცაა, ხო, რეალურად. ოკეი. ახლა ამაზე რამე კითხვა ხო არ გაქვთ? რაც დავწერე. ოკეი, ანუ გასაგები იყო ეს ამბავი. კი ბატონო. ოკეი, ხა კიდევ რა შემილია რომ გავაკეთოთ ჩვენ ამაში. ესეთი რამ ვქნათ, მოდით. ამ HR-ს ცოტა ხანი იმას ვიზაო. წავშლი. ჩვენ არ შევხები, ანუ კი ვახსენით, მაგრამ დიზაინში მგონი არ გამოგვიყენებია, არ დაგჭირებებია არც ერთ საიტზე input-ის tag-ის გამოყენება, ხო? დავალებაში ალბათ იქნებოდა. input tag-ი, რომელიც არის იმისათვის, რომ რაღაცები ჩავწეროთ და ნუ მე რაღაც გავაკეთოთ მაგით. მოდი ესეთი პატარა პროგრამა დავწეროთ, ამას წავშლი. რომ ესე იგი, რასაც აქ დავწერ მე პრინტს რო დავაწვევი, ქვემოთ გამოიტანოს, ანუ დაიპრინტოს ავით. ანუ აქ რაღაცა თქვა ბექა თუ ჩავწერე და რო დავპრინტავ, ქვემოთ გამოიტანოს აქ რა. ეხლა ეგ როგორ გავაკეთოთ? ჯერ გვინდა რომ ეს ორივე ელემენტი წავიღოთ დომში, ხო? ნუ უნდა მივცეთ ID. მოდი ID-ები მივცეთ, ორივეს და ID-ები წავიღოთ. ID იყოს რა, text input ესეთი ID მივცეთ და ბათონი არის print-button. ეხლა წავიღოთ ესე და ესეთი რამე დავარქვათ. print button-ი document წერტილი get element by ID-ით. print buttons ესე წავიღებთ და მეორე ელემენტად წავიღოთ text input-ი. და ესე დავწერთ document წერტილი get element by ID text input. ოკეი, ხა მინდა რომ მიკანახოთ, აბა ამის მერე რა გავაკეთო? როგორ გააგრძელებდით თქვენ ამის მერე კოდის წერას? არ გაქვთ რამე იდეები? ოკეი. კაი, მოდი მაშინ ერთად განვიხილოთ, რა შეიძლება რომ ვქნათ. როცა ღილაკს დავაწვევი, მაშინ მინდა რომ მოხდეს რაღაც, ხო? ამიტომ პირველი დავწეროთ ხოლმე ეგ, ანუ listener-ი. როცა აი print buttons დავუყენებთ event listener-ს და როცა დავაკლიკებთ, მინდა რომ მოხდეს რაღაც. და რა მინდა რომ მოხდეს? ნუ პირველ რიგში ხა ჩვენ რა გამოგჩასავით. ეს ტექსტი რო უნდა გამოვიტანოთ, ხო რაღაცა ტექსტში უნდა გამოვიტანოთ. აუცილებლად. ამიტომ ეგ ტეგი ჯერ არ გვაქვს.
ამიტომ მოდი შევქმნა წინასწარვე ითეგი და ცარიელი იყოს. ID მივცეთ print text იყოს მაგალითად print-text ეს. წამოვიღოთ ესეც აუცილებლად თუ ესენი არ წამოვიღეთ ის აზრი არ აქვს. ესე არა print text ესე დავარქვათ უდრის document წერტილი get element by ID და print text. Okay? ნუ ჯერ მოდი სანამ აქამდე მივალთ ჯერ გავიგოთ როგორ შეიძლება რომ წამოვიღოთ აი აქ რაც წერია egg ტექსტი. Okay? მოდი ეს რამე გავაკეთოთ. console-ს გამოვიტან და დავლოგავ იმ ტექსტს რაც ეწერება აქ. რომ ჯერ გავაკეთოთ. ეს input-ი არის ჩვენთან DOM-დან წამოღებული text input-ი. აი ეს. ძალიან მარტივად შემიძლია რომ აქედან მე value ამოვიღო, ანუ input-ის value არის ის, რაც იმ მომენტში წერია იმ input-ში. და შემიძლია რომ ეს value ამოვიღო ძალიან მარტივად. და ნახეთ როგორ text input წერტილი value უბრალოდ. მეტი არაფერი. რომ დავასეივო, მე ხარ რომ ჩავწერე რაღაცას ამ input-ში და რომ დავაწვევი print-ს ნახეთ გამომიტანა. თან ცოტა მივახლობ. ნუ აზრი არ აქვს დიდათ მაინც არ ახლობდება ეს. ოკეი. გამომიტანა რაც წერია ამ input-ში. რო შევცვალო რაღაცა კიდე, აი ესე რამდენსაც ვცვლი, print-ს რო ვაწვევი, console-ში გამოვაქვს. ოკეი. ანუ უკვე ნახეთ როგორ შემიძლია input-იდან values ამოღება. და ამ values ლოგავ. მაგრამ კი არ უნდა დავლოგო ეხა. უნდა ავდგე და ამ pitex-ში უნდა ჩავწერო, რომ visual-ში გამოიპრინტოს. როგორ ვიზავ მაგას? print text ავიღებ. როგორ უნდა ჩავწერო pitex-ში, ზოგადად რაიმე text-ში ტექსტი. წერტილი text content-ი ესეთი მეთოდი არსებობს, ხო, რომელიც DOM-ში ჩაშენებულია ყველა ელემენტი საერთოდ. ხო, აი კიდევ ერთხელ რომ დაინახოთ განსხვავება რა, ანუ DOM-ში ყველა ელემენტი არის HTML-ის, რაც დოკუმენტში, მაგრამ დამატებული აქვს ამ DOM-ში ამას ძალიან ბევრი მეთოდი კიდე. ნუ ერთ-ერთი არის text content-ი და შემიძლია ავდგე და ჩავწერო რა. რაც წერია text input-ში. მაგის value. ამიტომ დავწერ უდრის text input წერტილი value. ეხლა რომ დავწერ print-ს დავაწვევი, გამომიტანა რაც მეწერა ამ input-ში. კიდე რამეს რო ჩავწერ გამოვაქ ეგრევე print-ი გამოვაქ. ეხლა კიდე ერთი რაღაც რო გავაკეთე რომ ჩავწერ და რომ დაიპრინტება აქ პლუს ქნას ის რომ აქედან წაიშალოს, ხო? ანუ აქ დაიპრინტოს, აქ წაიშალოს. ეგ რო გავაკეთო ეგეთ რამეს დავწერ text input წერტილი values გავხდი უბრალოდ file strings. ამით იზავს იმას, რომ ამ აქ რაც წერია მაგ values შეცვლის და ნუ ამ შემთხვევაში გაასუფთავებ საერთოდ. ჩავწერე, print-ს დავაჭირე, აქედან წაიშალა, აქ დაიპრინტა. კიდევ ერთხელ So, ეგ არის. ეს ჩვენი პატარა პროგრამა მუშაობს. ოკეი. ამაზე რამე კითხვა ხო არ გაქვთ? ზოგწერეთ ახლა. ეკა აქ დომით ხო შეიძლება რომ ანუ თვითონ ტეგი რო შევქნათ. კი, რა თქმა უნდა. კი. ეგეც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ახლა. ეხლა ნახეთ რა შემიძლია რომ გავაკეთო. ნუ როგორ ხო მე ეგეც ვიტეღა რომ ანუ ყველაფერი ეს მთლიანი საიტი შემიძლია რომ დომიდან ავაწყო რა. რა თქმა უნდა თეგის შექმნა შეიძლება და როგორ შეგვიძლია რომ ვქნათ ეგ. მოდი ახლა ესეთი თეგი შევქმნათ და ეს თეგი იყოს, არ ვიცი რომელი თეგი იყოს. სპენიან, ნუ რა ამშოლვა, ხო? ახლა შემიძლია რომ გავაკეთო. მაგალითად ესეთი ამოვქნათ რომ ეს კი არ ჩავწეროთ უკვე აქ თეგი შევქმნათ და ანუ აქედან შევქმნათ ეგ თეგიც და მე ჩავწეროთ უკვე რა. აქ თავიდანვე შექმნილი არ იყოს. ნუ ეს ეხა აღარ იმუშავებს და აქედან წამოღება აღარ მოგვიწევს, იმიტომ რომ HTML-ში აღარ მაქვს, ამიტომ წავშლი, ამასაც წავშლი
და ნუ დაცარიელება იყოს ქვემოთ და გავაკეთოთ ეგრე რომ თეგი შევქმნათ ჯერ დომიდანვე და მე უკვე მივანიჭოთ input value რა. როგორ ხდება ეგ ნახეთ? ნუ ამ შემთხვევაში შეიძლება დავწეროთ document წერტილი აუთ აქორდამით create element. Okay, კი ბატონო. create ელემენტი ესე ძალიან მარტივად და აქ უნდა გადავცე ამას თეგის სახელი. რომელი ელემენტი მინდა რომ შევქმნა. ანუ როგორც ხედავთ დომი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ როგორც ლოგიკურად არის, ისე იწერება ყველაფერი რა. და ელემენტი რო შევქმნათ, ეს ელემენტი იყოს პითეგი. ესე. Okay, პითეგი შევქმნით. მოდი ახლა ვნახოთ აბა თუ იქნება. ელემენტებში გადავიდეთ, body ჩამოშალოთ, ჯერც არიელია, prints რო დავაწვევი. მოიცადე, არ შეიქმნა. მოიცადეთ, ნახოთ აბა. შეიძლება არასწორად გავაკეთე ან create element არის მოძებნით create html element ხო რა okay ის დავწვევით აქ ხო შეიძლება რაღაც პატარაც არასწორად შვებით და მოდი ვნახოთ ეგ ამბავი მოდი აბა ვნახოთ domi უბრალოდ domi create element ბევრი მეთოდი არის და ზოგი მეც დაუწყებული მაქვს кайხანი აღარ გამომიყენებია okay აბა ნახოთ რა შვებით არასწორად document.ly create element pim ნუ აი იგივეს ვაკეთებთ მაგრამ შეიძლება არაფერს ვერ ავწერთ მე ამიტომ არ იმაშვება ბოდიში რა თქმა უნდა ერთია რომ ელემენტი შექმნა, მაგრამ ეს რო ქმნი იმას არ ნიშნავს, რომ ეგრევე დოკუმენტ, ანუ HTML-ს ებმება რა. აუცილებელია რომ შევქმნით მივაბად კიდევაც HTML-ს. როგორც აქ არის append child-ი, ამას ნახავთ ახლა როგორ ხდება. ანუ ახლა ნახეთ. ეს კი შეიქმნა, მაგრამ აქ გამოჩენა კიდე ცალკე ამბავია. მოდი ამიტომ ჯერ Flash-ში შევინახოთ paragraph ესე Okay, და ეხლა ნახეთ document წერტილი body ესე შეგვიძლია რომ body-ს პირდაპირ მივწვდეთ. და რატო? ამ იერარქიის გამო ხო? მოიწამით. ამ იერარქიის გამო რომ HTML-ია და მე body მოდის ეგრევე და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რომ პირდაპირ ესე body-ს ჩავწვდეთ წერტილი body-თ რა. ჩათვალეთ რომ shortcut-ია. ანუ არ გვჭირდება body რო წამოვიღოთ აქ get element by რაღაცით. პირდაპირ მივწვდებით. body და ეხლა დავწერ append child ხო ესე ძალიან მარტივი არის ლოგიკურად გასააზრებელად რომ უბრალოდ შვილი ელემენტი უნდა მივაბათ. ნუ append-ით ცალკე ამბავია, მაგრამ append child ვქნათ ეხლა და append child-ით ეს შექმნილი პითეგი მივაბათ ამას. ეხლა ვნახოთ, ეხლა უკვე წეს უნდა იმუშაოს. აგერ პითეგი დაემატა. თან ოღონდ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სულ ბოლოში დაემატა, აი სულ ბოლოში, იმიტომ რომ append child-ს რო ვაწვევით, რა ელემენტსაც უწერთ append child-ს, იმ ელემენტში სულ ბოლოში ემატება ეს ელემენტი რა. მაგრამ სანამ მივაბავთ ამ ელემენტს და გამოვაჩენთ DOM-ში, ჯერ მოდი ტექსტი მივანიჭოთ რამე. ამ შემთხვევაში რა ტექსტი უნდა მივანიჭოთ? paragraph წერტილი text content-ით მივანიჭოთ, საკამდე ვაკეთებდით text input წერტილი value. ანუ რა ხდება? ჯერ ვქმნი ელემენტს, შემდეგ text ვანიჭებ და შემდეგ ამ text-ს ვაჩენ უკვე body-ში. ეგ არის და ეგ. რო დავასეივოთ, იგივე რაღაც მოხდება ეხლა. აი, უბრალოდ იმ განსხვავებით, რომ p-text მე თავიდან HTML-ში არ ვაჩენ, არამედ DOM-დან ვქმნი და მე ვანიჭებ უკვე რაღაცებს. ხო, ეხლა კიდე კაი რაღაც მოხდა. ანუ ეხლა მოხდა ის რეალურად, რომ წინა ელემენტი რაც დარჩა პითეგი
ეგ არ იშლება, იმიტომ რომ ეგ ლოგიკა არ წერია არსად, ხო? Apple Child-ი ხო არ შლის აქამდე არსებულ ელემენტებს. ახალს აბავს უბრალოდ რა. ანუ აქამდე რაც იყო იმ ელემენტს იმაშობა რა ქვია, ტოვებს, უბრალოდ ახალ ელემენტს აჩენს. ანუ ახალ ელემენტს აბავს. და მაგიტო აი ხანდუჯერც არ უნდა დავწერო მე აქ. ახალი ელემენტი დაემატება უბრალოდ და მეტი არაფერი. ანუ წინ არ წაიშლება. მაგრამ შეგვიძლია რომ წინაც წავშალოთ ან სხვა რაღაც მოვიფიქროთ. ნუ აქ შეგვიძლია რომ იდეაში ავდგეთ ეს ელემენტი, ნუ ამ ელემენტს ID მივანიჭოთ. შეგვიძლია თავიდანვე როცა შეიქმნება და ჯერ წავშალოთ და მერე ჩავწეროთ უკვე ახალი პითაგი. ეგეც შეგვიძლია რო გავაკეთოთ, ან შევამოწმოთ უკვე ხო არ არსებობს ეს ელემენტი და თუ არსებობს განა ახალი შექმნას. არამედ იმასქნას რა ქვია, იქ არსებული ელემენტში რა ტექსტი წერია ეგ ჩაანაცვლოს. მაგრამ ჩემთვის ყველაზე კაი ვარიანტი იქნება მაინც რომ აქ კი არ მეწეროს ეს რა შექმნა თუ ნუ შეიძლება მინდოდეს რომ ლისტი გაკეთდეს უბრალოდ რა. ეგ ოკეია. მაგრამ თუ არ მინდა რომ ესე ლისტი გაკეთდეს აქ ამას ავდგები და გარეთ გავიტან. და ნახეთ რა მოხდება ახლა. ერთხელ შექმნის თავიდანვე. მაგრამ არა, ეგ არ მაწყობს. ნუ ოკეი, კი ბატონო, თავიდან კი შექმნის, მაგრამ თავიდან მიებავს ერთხელ რა HTML-ს და მორჩა. მე უკვე ჩაწერს უბრალოდ იქ ტექსტს. აი ეს. ხო? ანუ რა მოხდა რომ მე ყოველ პრინტის დაჭერაზე კი არ ვქნი ამ ელემენტს და HTML-ს კი არ ვაბავ. არამედ თავიდან ვაკეთებ ამას ერთჯერადად და მე უკვე ტექსტს ვწერ შეგნით ყოველ დაპრინტვაზე. ხო, ესე ჯობია თუ ესე მინდა რომ გავაკეთო. კი ბატონო. ოკეი, კითხვები ამაზე რა ხარ გაქვს რაიმე? იცი რა, ცოტა ისეთი უაზრო კითხვა არის, მაგრამ მაინც კითხავ. აი თავისი ტეგის შექმნა თუ შეიძლება? როგორ? ანუ აი ხო არის დავუშვოთ input-ი, ბათონი და დანარჩენები სხვა პირველი. საკუთარი ახალი? კი. იცი როგორ რაღაც არის, ანუ შეგიძლია რომ გააკეთო რა ვიცი. ეს because დავარქვი რა, ჩემს აპოტენციალურად. ნახე. ხა რა მოხდება? შეიქმნა, სიგანიცა ყველაფერი აქვს. ანუ როგორც ხედავ, კი შეიძლება რა. ანუ ეს კონტეინერით აღიქმნება უბრალოდ. მაგრამ ხო ხდები უაზრობა გამოვა. კი, უაზრობა. თორე ამას ეხლა რა ვდგე და ID მივიც რაღაცეები, ანუ გავსტილო, კი ბატონო იზავს რა. მაგრამ სემანტიკისთვის ძალიან სუდია მე. ეგეთი რაღაც. ოკეი, მადლობა. არაფრის. ოკეი, კიდევ რაიმე გაუგებარი ხომ არ არის აქ რაც ლაპარაკეთ. კი ბატონო. ოკეი, აქ ეს არის მოკლედ. ეხლა მე ვფიქრობ კიდე რამე ესეთი მნიშვნელოვანი ხო არა შეიძლება ამ ეტაპზე ჯერ. თორე კიდე ბევრ რამეს გავიგებთ ჩვენ დომში. ტაკ. ანუ ბევრი რაღაცა არის ხა აქ. არა ისეთი სხვა. ნუ ერთი გავაკეთოთ ერთი ესეთი რაღაცა. რომ პრინტი ხდებოდეს ღილაკზე დაჭერით კი არა, ეს რატო შევახოლმე ეს. ღილაკზე დაჭერით კი არ ხდებოდეს, აი ეგ რო ჩავწერ ეგრევე იპრინტებოდეს რა. ეგ როგორ გავაკეთოთ ეხლა ნახეთ. ნუ ამ იუთიც არის წავშლი, მაშინ ეს ღილაკი აღარ გვინდა. და ნახეთ რას ვიზავ, ნუ ეს იყოს აქ შექმნა, დავტოვოთ. რას ვიზავ ეხლა ნახეთ. მოდი აბა თქვენ კითხავთ, რა შეიძლება რა ვქნათ? რომ აი პირველი აზრად რა მოგდით, რომ აი აქ რო ჩავწერ რაღაცას, ტექსტი ეგრევე ქვემოთ იწერებოდეს. ამისთვის პირველი რა უნდა გავაკეთო? ისევ ვენტილატორს დავამატებდი, მაგრამ რაღაცნაირს. ოკეი, კლიკზე კი არ ემუშაოს. სწორია, მაგრამ ჯერ მაგამდე რას დავუმატებდი, ანუ რომელ ელემენტს მაგლისენერს?
ანუ აქამდე ბათონზე ვამატებით, მაგრამ ბათონი აღარ გვაქვს, ხო? ეხლა მინდა რომ ჩავწერ, ხო? ქვემოთ ჩაიწეროს. input-ზე. Input-ზე, ოკეი, იმიტომ რომ event ხდება input-ზე ამ შემთხვევაში რა. ამიტომ text input-ი სწორია, add event listener და აი არა კლიკი, არამედ გვაქვს ეგეთი listener-ი input-ი. და ეს მაშინ ხდება, მაშინ როგორ თქვა, ტრიგერდება ეს listener-ი, როცა input-ი ანუ რაღაცა შეგვყავს აქ ამ input-ში. input-ი იდეაში მაგას ეწოდება რა. და მეორე არგუმენტად გადავაწოდებთ arrow ფუნქციას და აქ ჩავწერთ უკვე რა უნდა მოხდეს. ოკეი, აქ უნდა მოხდეს ის, რომ ქვემოთ იგივე რაც ხდებოდა წეღან, უბრალოდ ამ შემთხვევაში დავწერ ეგეთ რამეს, რომ paragraph წერტილი text content-ი იყოს text input წერტილი value. აბა ახლა ნახოთ რამდენად დავწერეთ. აგერ როგორც რამეს წერთ, ავშლით, ყველაფერი ქვემოთ იწერება. ოკეი? ეგ არის და ეგ. ანუ event listener-ი შეიძლება ბევრნაირი იყოს და მაგის სხვა მაგალითებს კიდე ჩვენ მომავალ სემინარებში, ლექციებში ვნახავთ. კი ბატონო, მოკლედ, ანუ ეს არის ხა პირველი რა, ჯერ მეტი არ მინდა რომ კიდე რამე აგიხსნათ, იმიტომ რომ ანუ იდეაში დომი სულ ეს არის. უბრალოდ სხვადასხვა მეთოდების, კომბინაციები და სხვადასხვა რაღაცები, ანუ ბევრი სხვა მეთოდი აქვს რა კიდევ და თორე იდეურად ეს არის რა ძალიან მარტივი რაღაცა არის. ხო? და ისე შეგვიძლია რომ ფუნქცია შევძინოთ ჩვენ საიტს. აქ W3 ქული ძალიან კარგია, იმიტომ რომ განხილული არის ყველა დომის მეთოდი, რომელიც დაგჭირდებათ ან არ დაგჭირდებათ, ასევე MDN-ი ამებს დაგილინკავთ და ბევრი მეთოდია ძალიან. პირველი ლექციის შემდეგ, ანუ სემინარამდე არ მინდა რომ ანუ დავალება მოგცეთ რა, არ ვიცი, აქ დავალება არის რამე მარტივი, ვითომ ანუ დომის დავალებები იწყება აქედან და აქედან დაგილინკავთ ქვედან დავალებებს. For request access landing page. Okay. კი ბატონო, ეს დავალება შეგიძლიათ რომ გაგიცნოთ. ნუ კაი, ამას დაგილინკავთ მაშინ. ძალიან მარტივი დავალება არის. ანუ იდეაში 99% დიზაინია, პატარა ადგილას არის მარტო ის რა ფუნქციონალი და მაგას იმედი მაქვს რომ თავს გაართმევთ. კაკრას input-ზეა როგორც მახსოვს, რაც ახლა ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით ეგეთი რაღაც. სულ ეს არის, მოკლედ ამ ლექციაშიაც მინდოდა რომ ამიხსნა დიდი ალბათობით ჩვენი შემდეგ კვირასაც დომს დავუთმობთ მოკლედ და ხო კიდევ უფრო მეტ რამეს გავიგებთ რა, მაგრამ ზოგადი მონახაზი თეორიული და პრაქტიკული არის ეს. ოკეი, კითხვები თუ გქონთ ხა რაიმე გამოუშვით საბოლოოდ. კი ბატონო, თუ კითხვები არ არის, მაშინ ეს იყო სულ. დაგმშვიდობებით. ჩაწერას გამოვთავ.